მე ვფიქრობ, რომ კანალიზაციის ქსელის არ ქონაო ზურგეთში და ვთვლი რომ ასია, იმიტომ რომ ჩემი პატარა გამოკითხვით, რაც მე ჩავატარე ჩემ დაუნებურად, აღმოჩნდა რომ ქალაქის ცენტრში, სადაც მე ვცხოვრობ, არც ერთ ცენტრალურ ქუჩას არ აქვს კანალიზაცია. და შემდეგ ცოტა შორსაც გავიკითხე და ისინი სამდგომარეობაში აღმოჩნდნენ. და ეს არის ალბათ რაღაცა დამალული, უჩინარი პრობლემა, რომელზეც არავინ არ საუბრობს, არავის არ აწუხებს ისე მძაფრად, იმიტომ რომ ყველამ თავისი გამოსავალი ნახავს. ზოგს საკანალიზაციო ჭები გვაქვს სახლში, ზოგს რა ვიცი, ახლა ცუდად გამონდის, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ზუგდიდში მდინარეებზეა მიერთებული საკანალიზაციო ჭები, რაც ძალიან ცუდია, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შეიძლება ვისაც აქვს მიერთებული ამ წუთას არ აწუხებს, მაგრამ ეკოლოგიურ პრობლემას ქმნის. მეტიც ისიც აღმოჩნდა, რომ როცა გავიკითხე ეს ჩვენი საკანალიზაციო ჭები, რომელიც თურმე მე მეგონა არაფერს არ აშავებს, თურმე ესეც არ არის უსაფრთხო გარემოსთვის. ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების პროცესები როცა იყო, მაშინ ვიკითხე და აღმოჩნდა, რომ თურმე ვისაც ასეთი ჭები აქვს ეზოში და ყავს ფუტკარი და რაღაცა, აღმოჩნდა, რომ ამ მცენარეებში, ის ნაყოფში, ყვავილში თუ რაც იქნება, არის მავნე მინარევები და რაც უშუალოდ ამ საკითხს უკავშირდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხია. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა შვებას ნახავს, ვინც მანქანებით წლის ხოლმე თავიანთ ორმოებს და გარემოც გაჯანსაღდება. ასე რომ არ არის ეს უნიშნელო პრობლემა, კი ვიცი, რომ ძვირია ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღირს. და კიდე ერთი მინდა დავამატო, მქონდა საშუალება, რომ ქალაქის მერისთვის მე თქვა ამ საკითხზე და მან მიხსევნა ევროპაშიო გავრცელებულიაო სპეციალური კასრები თავისი გავწმენდი მოწყობილობებით, რომელიც გაცილებით ეკოლოგიურია, სუფთა, უკეთესიცაა, მაგრამ ეს იმხელა თანხებთან არის დაკავშირებული. ჩვენს ასე ვიტყოდი საცოდავ მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს მაგის ფუფუნება, ჯერათ ასები დაყაროს დახარჯოს საკანალიზაციო ორმოებში და შემდეგ სხვა საკითხები, რომლებიც გაცილებით მწვავეა.